აქვე განვაახლოთ ინფორმაცია პარტია დროას წევრის თათა ფერაძის შესახებ, რომელიც რამდენიმე საათის წინ სახლთან საკუთარი მანქანიდან აიყვანეს. თათა ფერაძის სასამართლო პროცესი კი, როგორც ჩვენი რეპორტიორი იუწყება, გადაიდო. მიზეზებს და დეტალებს ნუცა ბახუტაშვილისგან გავიგებთ, ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება სასამართლოდან. დიახ, გურამ, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გადაწყვეტილება, რომ დაკავებული თათა ფერაძის სხდომა გადაედო 4 ნოემბრისთვის. თათა ახლა თავისუფალი არის, ის როგორც უკვე უთხარი მაყურებელს რამდენიმე საათის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა აიყვანა და მალევე 3 მანქანის გამოცვლის შემდგომ გადმოიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მტკიცებულებები ვერ წარადგინა. ეს გახდა სწორედ სხდომის გადადების მიზანი. რამდენიმე მიმართულებით იყო ეს საქმე ხარვეზიანი, მათ შორის დაკავების ოქმზე არ იყო დაკავების კონკრეტული დრო მითითებული და ასევე ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს სასამართლოზე წარადგინა, არ ასახავდა სრულ სურათს, იყო ფრაგმენტული. არ ჩანდა თათა ფერაძე იდგა გზის სავალ ნაწილსა თუ ტროტუარზე. დაცვის მხარე, რა თქმა უნდა, უთითებდა, რომ თათა ფერაძეს გზა არ გადაუკეტავს, ის იდგა ტროტუარზე, დროშით ხელში და იმ ვიდეოში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიტანა, ჩანდა თათა ფერაძის მხოლოდ სახე. შესაბამისად უვარგისი იყო ეს ვიდეო იდენტიფიცირებისათვის. დაავალა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მოიპოვოს შესაბამისი მტკიცებულებები და წარადგინოს სასამართლოს წინაშე. სწორედ ამ საბაბით 4 ნოემბერს გადაიდო თათა ფერაძის სასამართლოს. დაკავებას აპირებდნენ, მაგრამ ველოდებოდი, რომ ვინმე იქნებოდა პოლიციის წარმომადგენელი, სამწუხაროდ არავინ. ასევე გამორჩათ ჩემი დაკავების დრო ამ ალიაქოჩში, იმიტომ რომ 3 ჯერ გადამისვეს სხვადასხვა მანქანაში, სანამ მივიყვანდნენ საპატრულოს მანქანამდე. რო განმიმარტეს, რომ მოვედით სასამართლო, მითხრეს, რომ გზის გადაკეტვაზე ვარ დაკავებული. თარიღი რომ მითხრეს, მივხვდი, რომ ვერაფერს ვერ დაამტკიცებდა, იმიტომ რომ მე არ გადავსულვარ მაგ დღეებში გზაზე. ასევე რაც წარმოადგინეს მტკიცებულება, ჩანს ერთი მომენტი, სადღაც ხალხში ჩემი თავის რაღაცა ნაწილი. ტროტუარზე კი, იმიტომ რომ წინა რიგშიც არ ვდგავარ ტროტუარის წინა რიგში, მესამე, მეოთხე რიგში ვარ დაახლოებით. სასამართლო გადაიდო, სამშაბათს ჩაინიშნა და ვნახოთ რას მიიღებს გადაწყვეტილება. მოლოდინი მაქვს სავარაუდოდ მაინც დამაკავებელი. დაკავების დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი მუხლისთვის, როგორიც არის ქუჩის გადაკეტვა, რადგანაც ყველამ ვიცით, რომ ამისთვის არის გათვალისწინებული პატიმრობა და ამ დროის მიხედვით აითვლება პატიმრობა. 1 წუთიც კი ზედმეტი პატიმრობის დრო, ეს არის იმაზე დიდი დარღვევა, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს დარბაში ეგონა, რომ ამას გაასწორებდა რომელიმე მოწმე პოლიციელის ჩვენებით. გარდა ამისა, არ არის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ თამარ ფერაძე რაიმეს არღვევს და მით უმეტეს ქუჩას კეტავს. თითქოს დამონტაჟებული კადრებია, აჩქარებული, რაღაც სხვა რაკურსით გადაღებული, მაშინ როდესაც არ უჭირს შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 სტაციონარული კამერით და კიდევ დამატებით ტელე და რადიო და ასე შემდეგ ეთერებიდან იღებენ ყველანაირ მტკიცებულებას. მას ქუჩა არ გადაუკეტავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხლა მისი დასჯა უნდა, არ ვიცი ზუსტად რის გამო, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ძალიან დიდი სურვილი აქვს დასაჯონ თამარ ფერაძე. ბოლო 2 კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით თითქმის 120 ადამიანი დააკავა და უმეტესობა მათგანი პატიმრობაში გაუშვა. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის შემოტანისა და საკუთარი პროცესის ჩანიშვნის მოლოდინში არიან გუშინ დაკავებული პირები სერგეი ყანჩელი და ლევან ბუტიკაშვილი. ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსთაველის გამზირზე აქცია უკვე დაიშალა და მოქალაქეები სახლებში ბრუნდებოდნენ. ასევე ერთი პირის წინააღმდეგ ზურაბ თეშაშვილის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ასევე გზის გადაკეტვის საბაბით ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის გადაკეტვის გამო ადამიანს 1 წლით ციხეში გაშვებას უპირებს. ჯერჯერობით მისთვის პროკურატურას ოფიციალურად ბრალდება არ წარუდგენია.